უკვე ერთ საათზე მეტია, რაც კობახიძესა და ბიზნესმენებს შორის მიმდინარეობს შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა უკვე ბიზნესმა უნდა დააყენოს კონკრეტული საკითხები, რაში ხედავს თავად გამოსავალს. პირველი საათიდან მთავრობის ადმინისტრაციის სამივე შესასვლელიდან შედიოდნენ აქ ბიზნესმენები, მათ შორის ნაწილი ჩვენი ინფორმაციით კობახიძესთან შეხვედრაზე შევიდა ავტომობილებით, ამიტომ ჩვენ არ გვქონდა მათთან კითხვების დასმის საშუალება. თუმცა ბიზნესის ის ნაწილი, ვინც დგას ივანიშვილის რეჟიმის მხარეს და ქართული ოცნების პოზიციებს იზიარებს, ჩვენთან საუბარში ან აგრესიით გამოირჩეოდა, ან უბრალოდ არ პასუხობდა კითხვებს. ეს არიან ბიზნესმენები, რომლებიც გამოსავალზე არ საუბრობენ. მეტიც გვეუბნებიან, რომ ეკონომიკური კრიზისი ამ ქვეყანაში არ დგას და არც ჩიხშია ქვეყანა შესული. მაგალითად, ლილო მოლი, ასევე ნოშრევან ნამორაძე, რომელიც წარმოადგენს Weir Holdings და სხვა მსხვილი კომპანიები, ვინც ირჩევს ისევ დუმილს და არ აპირებს ხმის ამოღებას იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში და ეს არის ის ბიზნესი, რომელიც ძირითადად სარგებელს იღებს ხოლმე ისევ სახელმწიფოსგან კონკრეტული სიკეთეებით. ამ ბიზნესმენების პირისპირ კი დღეს კობახიძესთან ერთ მაგიდაზე სხედან ისინი, ვინც აყენებენ ორ მთავარ საკითხს და მოთხოვნას, მათ შორის ჩვენთან საუბარში ღიად ამბობენ, რომ ხელახალი არჩევნების გარეშე ამ კრიზისის განმუხტვა არის შეუძლებელი. აქ შეიძლება ითქვას, რომ კობახიძესთან შეხვედრაზე მოვიდა ყველა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი, იქნება ეს ავიაცია, მშენებლობა, ტურიზმი თუ სხვა და ყველა მათგანი საუბრობს იმაზე, რომ განსაკუთრებით იანვრიდან უკვე ძალიან მძიმედ იგრძნობს თავად ბიზნესიც და ამის შემდეგ უკვე ხალხის იმ შედეგებს, რომელსაც მოვიმკით და აუცილებელია კომპრომისზე წასვლა კობახიძის მხრიდან. ამ საკითხებს უკვე დააყენებენ, ბუნებრივია დახურულ კარს მიღმა და ხელახალი არჩევნებიც იქნება ის ერთ-ერთი საკითხი, რომლის მოთხოვნასაც მიიღებს ირაკლი კობახიძე თავისუფალი ბიზნესისგან, თუმცა უკვე საინტერესოა რა პოზიცია ექნება თავად კობახიძეს და რა პასუხებს მიიღებენ თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები, თავისუფალი ბიზნესმენები მისგან. ჩვენ ვიცით უკვე რა მოთხოვნები დადგება დღის წესრიგში, თუმცა ბოლო ერთი კვირა ფაქტია, რომ პასუხი არ ჰქონია კობახიძეს, ის ხვდებოდა გასაიდუმლოებულად ბიზნესმენებს, რომლებსაც თავად ირჩევდა და მათ ამშვიდებდა, თუმცა თავისუფალი ბიზნესი, რომელიც ხელახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს კობახიძესთან, აქამდე არ ყოფილა შეხვედრაზე. შესაბამისად, ახლა არის ეს მათთვის შესაძლებლობა დააყენონ ყველა საკითხი და გამოსავალი, რომელიც არსებობს ამ ეკონომიკური კრიზისიდან.